მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ ვართ სტუდიაში გზა გასაყართან. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სტუდიაში ჩავწეროთ გადაცემათა ციკლი, რომელსაც დავარქმევთ ბიბლიური გზაჯვარედინები. სტუდიაში სასაუბროთ ამ თემაზე სტუმარი გვეყოლება თეოლოგი გიორგი გვასალია. მოგახსენებთ, რომ საჭიროება ამ გადაცემათა ციკლისა მიზანშიწონილად მივიჩნიეთ იმის გამო, რომ განმარტება ჭირდება სიღრმისეული ძალიან ბევრ ჩვენს ცხოვრებისეულ ქრისტიანულ ცხოვრებაში განხორციელებულ ქმედებას. ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის სიტყვები ჩვენთან არის ღმერთი და ძალიან მნიშვნელოვანი არის გავარკვიოთ, რას ნიშნავს, როგორ უნდა ესმოდეს თითოეულ პიროვნებას ჩვენთან არის ღმერთი, სიტყვები, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ღმერთთან ერთად, როგორ უნდა შეაჯეროს თავისი ნება ღვთისნებას და ვფიქრობთ, რომ ყველაზე თვალნათელი მაგალითი ამისი მოგვცა ბიბლიაში ყველაზე მნიშვნელოვანმა პიროვნებებმა მათი ცხოვრებით და ამ გადაცემათა ციკლში ჩვენ თანმიმდევრობით შევეხებით ცხოვრებას აბრაამის, კაენის, ადამის, ნოესი, მოსეს და ასე შემდეგ, ყველა იმ მნიშვნელოვანი პიროვნების, რომელმაც განსაკუთრებული ცხოვრების წესი გვაჩვენა და განსაკუთრებულად წარმოაჩინა ღვთის ნება და ღვთის განგებულება. გიორგი, მოგესალმები. აი ესეთი გადაცემათა ციკლის სტუმარი ბრძანდები თქვენ და იმედია, რომ სულ მალე გაამართლებს მიზანი რა მიზანი ჩვენ გვაქვს ამ გადაცემებში ჩვენ შევეცდებით რომ ვისაუბროთ და გამოვაჩინოთ თუ როგორი ადგილი ეკავა ღმერთს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პიროვნებების ცხოვრებაში ბიბლიაში და ჩვენ გადაცემას ქვია გზა გასაყარი და ჩვენ გადაცემათა ციკლს უწოდოთ პირობითად ბიბლიური გზაჯვარედინები და თითოეული აი ამ პიროვნების ცხოვრებაში ჩვენ ნახავთ, რომ მათ ჰქონდათ არჩევანი, ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ გზაჯვარედინზე იდგნენ თავის ცხოვრების გზაჯვარედინზე. დავიწყოთ ალბათ სულ თავიდან, როგორ ვიწყებთ ჩვენ ქრისტეს ძიებაში ბიბლიური პიროვნებების ცხოვრებიდან ამოცნობას თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანი. მოგესალმებით, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი რამე ბრძანეთ მამ ანდრია, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ ჩვენთან არის ღმერთი, ჩვენ ამის სრული და ყველაზე ავთენტური ილუსტრაცია გვაქვს ბიბლიაში. თუმცა ბიბლიაში ჩვენ ძალიან საინტერესო რაღაცას ხვდებით, რომ ღმერთი არის ყველასთან. აი ეს გზაჯვარედინი რას გვემბრძანეთ, სწორედ ამას გულისხმობს თავის თავში, რომ ამ გზაჯვარედინზე მდგარი ადამიანი, რომელთანაც არის ღმერთი, უკვე ადამიანში უნდა შევიდეს ღმერთი და არ ადამიანთან. აი ეს საოცარი მაგალითები, რომლებიც ჩვენ გვყავს ბიბლიაში, ამ გზაჯვარედინის იმ მიმართულებით მიდიან, სწორედ სადაც ღმერთთან ერთად დადიან, სადაც ღმერთი დადის მათში. ღმერთია მათში, ან ჩვენთან არის ღმერთი, ეს იმას ნიშნავს, რომ სურვილია ეს მზაობა იმისა, ღმერთი ყველგან არის, ყველასთან არის, არ შეიძლება ვინმესთან ღმერთი არ იყოს, ეს გამორიცხულია. მაგრამ როდესაც მე ვამბობ, როდესაც ქრისტიანი ამბობს ჩვენთან არის ღმერთი, ამით ამბობს რაღაც სხვა მყოფობაზე მიუნიშნებს, არა მის ბუნებით თვისებაზე, რომ ის ყველგანყოფია, არა, ამ ყველგანყოფობის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, როდესაც ღმერთი ადამიანს ქმნის, აი ძალიან ბანალურად ვთქვათ, ეს არის იმ სივრცეს ქმნის, სადაც თავის თავს რაღაცნაირად იზღუდავს ადამიანს, ეძლევა უფლება და საშუალება არ შეუშვას ღმერთმა. ღმერთი მასთან დარჩეს, მაგრამ მასში აღარ იყოს. აი ბიბლიური გზაჯვარედინი ესაა. როდესაც ჩემში იწყებს ღმერთი ცხოვრებას, მე ღმერთში ვიწყებ ცხოვრებას და მივდივარ იმ მიმართულებით, სადაც არის საუკუნო სიცოცხლე, საუკუნო სიხარული, საუკუნო ნეტარება, ჭეშმარიტება, თავისუფლება, ხო, სან ჭეშმარიტება გაგან თავისუფლად.
ამიტომ ეს აი ჩვენ მოდით აი ამ გზაჯვარედინის აი ციკლში აი გზაჯვარედინებზე როგორ დგას ბიბლიური პიროვნება ამ ისტორიული ბიბლიური ისტორიაში წარმოდგენილი ეს პიროვნება და რა ხდება ხოლმე, რას ნიშნავს, როგორ არის, რა პროცესებია ღმერთის ადამიანში შემოსვლისა ან და მასე უყურეს. აი ადამის ცხოვრების განხილვით რო დავიწყოთ. დავიწყოთ ადამის ბიბლიაში ვიცით. კი, ლოგიკური ადამით უნდა დავიწყოთ და ძალიან საინტერესო რამდენიმე დეტალს შევეხები, რითაც ჩვენ აი ამ ასე ვთქვათ სამოთხისო უგზაჯვარედინსაც კი გავეცნობით, როდესაც ღმერთი ქმნის სამყაროს და სამყაროში ადამიანს. ძალიან საინტერესო თხრობას გვთავაზობს ბიბლია. აი გზაჯვარედინზე ადამი ექცევა სამოთხეშივე. ეს ძალიან საინტერესოა. გზაჯვარედინზე როცა გვაქვს საუბარი, ეს არ არის ცოდვიდაცემული კაცობრიობის ხელი. არა, ის ცოდვამდელი მდგომარეობაცაა. გზაჯვარედინი ადამიანი თავისუფალი არსება, როდესაც ადამი იქმნება, მას არჩევანის თავისუფლება აქვს და ამ არჩევანის თავისუფლება გადაწყვეტილების ნაირგვარობას გულისხმობს. ხშირად ამბობენ, რომ ადამიანის არჩევანის თავისუფლების გამოვლინება იწყება აი იმ ხესთან, რომლის ნაყოფის მიღება დროებით ხას უსვავ აკრძალული ქონდა ადამს. მაგრამ ბიბლიურ თხრობას თუ კარგად დაუკვირდებით, ამ პროცესის დასაწყისი ცოტა სხვაგან არის. აქ გამოვლინება და გამოვლინება ყველაზე ცუდი ფორმით, მაგრამ დასაწყისი სხვაგან არის, როდესაც ბიბლიაში გვხვდება საოცარი ტერმინი სამოთხისეულ წიაღში, აი სამოთხე წარმოვიდგინოთ, ხო? ყველაფერი არის სიწმინდეში, არის უცოდველობა, არის იდეალური მდგომარეობა. აი ამ იდეალურ მდგომარეობაში ბიბლია აჩენს ტერმინს არ ვარგას. არ შეიძლება სამოთხეში რამე არ ვარგოდეს. მაგრამ დიახ, ადამი სწორედ იმ წიაღში იწყებს მოვაწობას, სადაც რაღაცა არ ვარგა. რა არის ეს არ ვარგა? ეს არის ადამიანის მარტოობა. მოდით ვნახოთ ეს გზაჯვარედინი, სადაც არ ვარგა გადალახა ადამმა და აი აქედან დაიწყო ღვთისმსგავსება. საქმე ის არის, რომ როდესაც ღმერთი ქმნის ადამიანს, როგორც ამას ქრისტიანი მოაზროვნეები რაღაცნაირად ცდილობენ გამოკვეთონ ეს აზრი, ღმერთი ქმნის მისგან რადიკალურ განსხვავებულ გონიერ არსებას და გამოთქვამს თავის წინარე სამარადისო სურვილს. ვიღაცას მასთან ერთად კონდეს ნეტარება. ეს ნეტარება, რომელიც მასშია, მხოლოდ მისი არ იყოს, ვიღაცისაც უნდა იყოს ეს. არა ანგელოზის, თქვათ, ანგელოზისაც თავისთავად ცხადია, მაგრამ არა, რაღაცა უფრო მეტის ვიდრე ანგელოზია, როგორც ეს ფსალმუნებშია ნათქვამი. გვირგვინოს ანყოფილისა. დაკლებული ანგელოზისგან, მაგრამ გვირგვინოს ანყოფილისა. აი სწორედ აქ ამ ადგილას ჩვენ ადამიანის შექმნის ყველაზე მთავარ დეტალს ხვდებით. ღმერთი, აი კარგად რო გავიგოთ ეს სიტყვა, არა პირდაპირ გაგებით, არამედ აი შესაბამისი გააზრებით. უარს ამბობს მარტოობაზე, თავის წინარე სამარადისოს რახვაში. ვიღაცასთან ერთად უნდა ეს ყველაფერი კონდეს. ამიტომ როდესაც ადამიანი გაჩენილია ღვთის ხატად და მოწოდებულია გახდეს მსგავსი ღვთის, ანუ განიღვთოს. ამ განღვთობის გზას ეწოდება სწორედ ეს. ადამიანი უნდა მიემსგავსოს ღმერთს და როდის იწყება ეს მსგავსება? მსგავსების გზაზე სვლას ეს როდის იწყება? გზაჯვარედინით და როდის დგას ადამი? როდესაც ადამი გაახელს თვალს და ნახავს, ეს ყველაფერი მისია. არამც თუ ნახავს, არამედ ამას გაიაზრებს, გაიშინაარსებს, ღმერთის სახელებს არ ქმევინებს. ღმერთ შეუძლია უთხრას ადამიანს ამას ეს ქვია, ამას არა, ადამმა უნდა დაარქვა სახელი. ერთ-ერთი მამა ამბობს, თითქოს ღმერთი ეუბნება ადამიანს, შენ უმყოფელობიდან მყოფობაში ვერ გამოიხმობ არსებებს, მაგრამ შენ მემსგავსე მე შემოქმედები და უმყოფელობიდან მყოფობაში გამოიხმე მათი სახელები. ამით დაიწყე შემოქმედებითი პროცესი. გარდა ამისა, როდესაც ადამის სახელს არქმევს, ადამი აშინაარსოს, ეს ყველაფერი მისია. ძველ აღმოსავლეთში ტრადიცია აქედან მოდის, სწორედ რომ როდესაც ბატონი მონას ყიდულობს, არ აინტერესებს რა ქვია იმას, თვითონ არქმევს სახელს. რომ სახელმდებელის კუთვნილება ხდება ის. როდესაც ადამი ყველაფერს სახელით აღჭურვავს, ადამიანს უნდა გაუჩნდეს ენით გამოუთქმელი სიხარული. აი ამ ხელა სილამაზე, ამ ხელა მშვენიერება, ამ ხელა საოცრება, ეს ყველაფერი ჩემია. აი ეს არის გზაჯვარედინი პირველი. სადაც ადამი იწყებს ღვთის მსგავსებისაკენ სვლას და ამბობს, ეს ჩემი როა, მე ამით კმაყოფ. ადამი შემწე ვერ მოინახა. აი ეს არ ვარგაა პირველი გზაჯვარედინი ბიბლიურ უწყებაში.
ადამი თუ იტყვის რომ ეს ყველაფერი ჩემია და რა კარგია, იმიტომ რომ ეს სიტყვა კარგია ღმერთმა თქვა რამდენჯერმე გზას უკვე. სწორედ ამ კარგია შემდეგ არ ვარგა უნდა ითქვას. ესაა გზა ჯვარედინი, ეს არ ვარგა. ადამი მარტო არ ვარგა. რატოა მარტო ღმერთთან ერთად არის? არა. როგორც ღმერთს წინარე სამარდისოს სურვილი აქვს. ვიღაცასთან ერთად კონდეს ეს ნეტარება, ადამიანის მსგავსებამით უნდა დაიწყოს. ადამიანსაც უნდა გაუჩნდეს ეს სურვილი. ვიღაცასთან ერთად კონდეს ეს ნეტარება. ესაა პირველი გზა ჯვარედინი. ამიტომაც ამბობს ღმერთი, რომ არ ვარგა ადამიანის მარტო ყოფნა. კან არ იცის ღმერთმა რომ არ ვარგა ადამიანის, არა, ეს ადამიანმა უნდა გაიგოს რომ არ ვარგა ადამიანის. აი ეს არის პირველი გზა ჯვარედინი. რა გზა ჯვარედინი, როდესაც ადამი მსგავსებას იწყებს ღმერთისაგან. უარს ამბობს, ეს ჩემი კი არ უნდა იყოს, ეს ჩვენი უნდა იყოს. აი ეს კრებსითობა, ჩვენობის იდეა, ეგოდან გამოსვლა და ინტერესის სხვისკენ მიმართვა. ეს არის პირველი და უმნიშვნელოვანესი რამ, რითაც ბიბლიური უწყება ჩვენ გვამცნობს, გვისახავს იმ გზას, რომელ გზასაც მოვყავართ ღმერთისაგან. სხვანაირად არა. აქედან იწყება, იქ რაც მოხდება იმ მეორე შემდგომ გზა ჯვარედინზე რაც იქნება, ამის გაგრძელება არის ამის ყველაზე უხეში ფორმით და ცუდი ფორმით გამოხატულება. აქ იწყებს ადამი მსგავსებას ღვთისაგან. ეს ძალიან საინტერესო. ამიტომაც, როდესაც ჩვენ ადამიანის ცხოვრებას სწავლობთ, ბიბლიურ უწყებას ვეცნობით. ჩვენ ხშირად უშვებთ შესწავლას, როდესაც ადამიანის შესახებ საუბრობთ, რომელმაც ცოლს დაუჯერა და არა ღმერთს. ჩვენ ზოგადად მიჩვეული ვართ, რომ საღვთისმეტყველო აზრი ესეთი არის, რომ ადამიანი სრულყოფილებისაკენ მიდის გარკვეული ღვაწლით, გარკვეული დათმობებით, უთმობს ღმერთს და უარს ამბობს საკუთარ ნებაზე და ეს გარკვეული ღვაწლია. და აი ადამიანის შემთხვევაში ჩვენ რა გვაქვს? რა ღვაწლი გვაქვს ადამიანის შემთხვევაში? რა პარალელი შეიძლება გავავლოთ ჩვენსა და ადამიანს შორის ამ კუთხით? რომ ჩვენთვის ეს იყოს მიმანიშნებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ღვაწლით ამ გზა ჯვარედინის, ასე ვთქვათ, ნიშნულია, გადამლახავია რაღაცნაირად, ხო? გასაგებია, რომ იმ დროს ჩვენ ესე იგი სხვა გარემოება გვაქვს, მაშინ ცოდვით დაცემა არ მომხდარა, სხვა ვითარება არის, სხვა მდგომარეობა არის ადამიანის. შეიძლება არც არსებობს ეს პირდაპირ პარალელი. ხო, მაგრამ ასეთი პირდაპირ პარალელი როგორ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ როდესაც ღმერთი ეუბნება ადამიანს რომ დაამუშავოს ეს მიწა თვითონ სამოთხის მდგომარეობაში. ესაა სწორედ მოღვაწეობის ეს თავისთავად ცხადი არ გულისხმობს რომ ადამიანმა იქ თოხი მხარზე გაიდოს და უფლიღვავს, არა. ღვაწლზე ეს ბაღის დაცვა, მიწის დამუშავება თავის თავში გულისხმობს შინაგანის სამყაროს, მოვლას, მოპატრონებას, ღვაწლი ამას უკავშირდება, იმიტომ რომ ჩვენ უნდა კარგად გავიაზროთ. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, მამანდრია. ბიბლია უნდა მაქსიმალურად გავმიჯნოთ ოკულტური შეხედულებებისაგან. ეს ხშირად ხდება სხვათა შორის. ეს ხშირად ხდება. ხშირად არის დანახული ღმერთი, რომელიც რაღაცას აკეთებს. ბიბლიაში ასეთ რაღაც არ არსებობს. ბიბლიაში ღმერთი რაღაცას აკეთებს ადამიანთან ერთად. იქ ადამიანი უსაქმური, ფეხი-ფეხ გადადებული და ღმერთი მაინც რაღაცას უკეთებს. ასეთი ოკულტური დამოკიდებულება ბიბლიისადმი არ შეიძლება. და ეს სამოთხეშივე გვაქვს ეს. ადამმა რაღაცა თუ არ გააკეთა, სინერგიული ურთიერთობა თუ არ იქნა ღმერთსა და ადამიანს შორის. უკვე ღმერთისაგან გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ძალმომრეობითია და ამას ღმერთი არ აკეთებს. ამიტომაც, როდესაც ღვაწლზე ვსაუბრობთ, ის აუცილებლად სამოთხეშიც არის. უბრალოდ, ზოგადად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ბოროტებას, ცოდვას, სიახლე ვერ შემოაქვს. არსებულს ამახინჯებს უბრალოდ. აზიანებს. და შესაბამისად, თუ კი დღეს ღვაწლი უკავშირდება ოფლს და შრომას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღვაწლი ცოდვის შედეგია. არა, უბრალოდ ცოდვის შედეგად ღვაწლმა ოფლისა და შრომის ასეთი გამოვლინება მიიღო, თორე ღვაწლი არ შეუქმნია ცოდვას. ღვაწლი შექმნილია, ის მოცემულია თავად ღმერთისაგან. ცოდვა ვერაფერს ვერ აქმნის, დაცემული ძალა ვერაფერს ვერ აქმნის. აი ეს მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ დღევანდელ ცხოვრებაში შეიძლება ღვაწლი იყოს არა ტანჯვით, არა მხოლოდ ოფლით და სისხლით, არამედ ღვაწლი იყოს თავისი ცხოვრების დათმობით ღვთისადმი და მუდმივი მზერით ღვთისაკენ სიარულით
და აი ამ გზაზე სათნოებების მოპოვება. შინაგანი ჯვარცმავდებების აი ეს სიტყვა მინდოდა რომ გვეთქვა ხო, შინაგანი ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმედა. აი ადამა გაიარა ერთი გზაჯვარედინი. ღვთის განგებულებას ასრულებს და წინ გვაქვს კიდევ მეორე ესეთი არჩევანი, რომელიც მე საბოლოოდ სულ მუდამ გვაფიქრებს და უკან გვაბრუნებს ხოლმე. აი გავაგრძელებთ შემდეგი დეტალი მეორე გზაჯვარედინს. მეორე გზაჯვარედინს როცა მიადგება ადამი, კი ბატონო, მეორე გზაჯვარედინს ადამი უკვე მიადგება ცოლთან ერთად. ჩვენ მოდი ყურადღება მივაქცევთ ასეთ რაღაცას, ძალიან მნიშვნელოვანი რამე უნდა ითქვას ახლა, როდესაც ჩვენ გზაჯვარედინზე ვსაუბრობთ, გზაჯვარედინი თავის თავში უკვე გულისხმობს კრებულს, ეკლესიას. თორემ გადალახვა ხდება კრებულთან ერთად ეკლესია, როგორც კი ეკლესიიდან, კრებულიდან მენტალურად ხდები განკერძოებული, გამოდიხარ. უკვე გზაჯვარედინი გადაულახავი ხდება. არამართებული მიმართულებით იწყებს სიარულს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ზოგადად აი რა მინდა ვთქვა, ეს ურთიერთობა ეს ეკლესიის იდეა ამ გზაჯვარედინთან დაკავშირებით. ახლა მე ვამბობ ხოლმე ასეთ რაღაცას, რა წამს სამყარო იმ წამს ეკლესია. რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ ზეციური ძალთა დასი დაწილი ფიქრობს, რომ ხილულ სამყარო უნდა შეიქმნა ის, დაწილი ფიქრობს, რომ თქვა აი, შესაძაც ნათობები იქნება, იმ დროს იქნება ის. მე უფრო აი ამ ნაწილს ას ვიზიარებ, რომ ხილული სამყარო შექმნა შეიქმნა. ანუ ყისიერად შეიქმნა, სხვაგვარად რო თქვა, სამყარო იქნება არა დროში, არამედ დროსთან ერთად. სამყარო რა თქმა უნდა. სამყარო დროსთან ერთად იქნება და სამყარო რო იქნება, რას ნიშნავს? იწყება მოძრაობა, ჩდება სივრცე, ჩდება დრო. აი აქ როგორც კი ჩდება მომენტალურად ზეციური იერარქია. ეკლესიით აქვს ქმნილებას ურთიერთობა ღმერთთან. სწორედ ამ ეკლესიის გაგრძელება, ამ ეკლესიის სისავსეს, ერთგვარ სისავსეს ხედავთ, როდესაც ადამი და მისი ცოლი გვყავს ერთად ოქროპირი პირდაპირ მცირე ეკლესია. იმიტომ რომ ის გზაჯვარედინი, რომელი გზაჯვარედინიც ახლა უნდა უკვე არ ვარგა სიტყვა აღარ არის, არ ვარგა დასრულდა, ახლა არის უკვე ყველაფერი მართლა ძალიან კარგი. მაგრამ ეკლესიაა მიწაზე. ამ ეკლესიაში ურთიერთობით ხდება შემდგომ უკვე სიარული. აი მეორე გზაჯვარედინთან ტრაგედია იწყება მაშინ, როდესაც დედაკაცი მენტალურად, არა ფიზიკურად, არამედ მენტალურად თავს დაიყენებს ამ კრებულის მიღმა, ეკლესიის მიღმა, როდესაც ის გველს ასაც პასუხობს. პასუხში კი არ არის პრობლემა. პრობლემა არის ის, რომ მამაკაცის გარეშე, მამაკაცთან გადაუმოწმებლად, თავისი ზრახვის კრებულში გადაუმოწმებლად პასუხობს ამას. დაცემულ ძალას თავიდან ეს უნდა სწორედ დედაკაცი მენტალურად დაიმარტო ხელოს, კრებულიდან გამოყოს, მისი აზროვნება რაღაცა ეკლესიურ აზროვნებას კი არ ეფუძნებოდეს, არა, რაღაცა ალტერნატიულ შეთავაზებისკენ უფრო იყოს მიმართული. ამ გზაჯვარედინზე სანამ ადამი და მისი ცოლი ერთ ზრახვა, ერთ აზრი არიან, ერთ ბაგი არიან, ამ გზაჯვარედინზე არის რამდენიმე გასახვევი, მაგრამ მხოლოდ იმ მიმართულებით უხოვენ, იმ მიმართულებით მიდიან, საიდკენაც ღმერთია. აი როგორც კი დედაკაცი შემოთავაზებულ აზრს პასუხს გასცემს, პასუხს უგასცემს, ამაში კიდე არ არის პრობლემა, კიდე ერთხელ ვამბობ. იმ პასუხში კიდე რაღაცებს ხედავენ, თავის თავად ცხადია, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, ახლა ის რაღაცა კონკრეტულობა, რომელიც საერთოას არ აცვლის. როგორც კი უპასუხებს ისე რომ არ ჩათვლის საჭიროს ეს კრებულის აზრი იყოს, ეს მისი კერძო აზრია. იმიტომ კერვას პიროვნული აზროვნება უნდა გქონდეს, უნდა გქონდეს, მაგრამ საეკლესიო სისავსიდან არ უნდა იყოს, ამერთობიდან არ უნდა იყოს ეს გასული. დაცემული ძალის პირველი ზრახვა სწორედ ეს არის, რომ აი ამ გზაჯვარედინზე ერთ გზას კი არ ხედავდეს ადამიანი, როგორც ღმერთისკენ მავალს, არა, ალტერნატიული გზას დაინახოს, ასევე ღმერთისკენ მავალი. ალტერნატიული აზროვნება, არა პიროვნული ზრახვის, პიროვნული შემოქმედების мотиваცია, ეს აუცილებლად უნდა გქონდეს, არა. ღირებულებათა სისტემა, როგორც ალტერნატიული რამა, ღირებულებათა სისტემა, რომელიც გამოცხადების ჭეშმარიტებაზე და ღირებულებათა სისტემა, რომელიც ელემენტარულად ქმნილების ნაზრების, ქმნილების ალტერნატიული და რა ხდება აქ ადამიანთან? ადამიანთან ხდება სწორედ ასეთი რამ, დედაკაცი მენტალურად განკერძოებული დედაკაცი ეკლესიიდან იწყებს გველთან დიალოგს, საუბარს
და უკვე აზროვნება გამოცვლილი, ეს პირდაპირ ჩანს, როდესაც შეხედავს ხეს და ნახავს, რომ მშვენიერია, საამოა, საკვებად, მისაღებად, ეს ხე გუშინაც და გუშინწინაც მშვენიერი იყო, მაგრამ არაფერი არ უთხოვს გავსი დედაკაც, არა. ახლა სხვანაირად უყურებს, ეს ხე კი არ გამოიცვალა, დედაკაცი გამოიცვალა. აი, ადამი ამ გზაჯვარედინზე არის, ოქროპერს თუ დაუმგდებთ, ყურთ ძალიან საინტერესო. აქ ადამი უსმენს არა ღმერთს, არამედ უსმენს ქვნილებას თქვათ, ცოლს, რომელმაც მოусვინა გველს, ну გველში გულისხმობა დაცემული ძალა თავის თავაცხადი. ანუ ამ გზაჯვარედინზე ადამიანს გაუჩნდა ხედვა ალტერნატიული გზით ღმერთთან მისვლისა. ყურადღება მივაქციოთ, რასაც ადამი და მისი ცოლი აკეთებს სამოთხეში, ცოდვით დაცემის კონტექსტში. არ აკეთებს, იმიტომ რომ ღმერთის საწინააღმდეგო გააკეთონ, არავითარ შემთხვევაში. აკეთებენ, იმიტომ რომ ღმერთებივით გახდნენ, განიხილონ. ეს არ არის პროტესტი ღმერთის წინააღმდეგ, ეს არ არის სურვილი შეეწინააღმდეგო ღმერთს არამც და არამც, პირიქით. აქ ფიქრობენ ისინი, რომ რაც ღმერთს უნდა იმას აკეთებენ სწორედ. ეს არის ცოდვის ძალიან საინტერესო მახასიათებელი, როდესაც ის თავის თავს არ გაჩვენებს მთელი თავისი ბოროტებით, ნახევრად სიმართლით მოგბართავს. აი, ჩვენ ხშირად გვსმენია რაღაცა პრობლემა დასმულა. და ამ პრობლემის დასმის მართებულობის საჩვენებლად რაღაცა ფაქტები წარმოდგენილია, რომელსაც მართლა ქონდა ადგილი. მაგრამ ამ ფაქტების მიღმა, მათი წარმოშობის მიზეზები, მათი გადაჭრის ცდილობები, ხან წარმატებული, ხან წარუმატებელი, ეს დამალულა საზოგადოებისაგან. ჩვენ ვთქვათ, რომ ერესი ძალიან ხშირად საფუძვლად იხმობს სახარებას, ბიბლიას, თუმცა ინტერპრეტაცია არის თავისებური. იმ სულის მიხედვით, გასულის მატარებელიც არის ესა თუ ის მიმდინარეობა. აქაც იგივე რამაზე გვაქვს საუბარი, ფაქტები ერთია, ნაწერი ერთი და იგივეა, ის რასაც კითხულობს ეკლესია და რასაც კითხულობს, თქოთ, რაღაცა ერეტიკული განაყოფი თუ სექტა, ინტერპრეტაცია არის სხვა. აი, ბერდიაევი წერს მაგასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოდ, აი, სულ მახსოვს ეს თავის დროზე წავიკითხე, რომ ეკლესიაში მართლმადიდებლობა ყოველთვის გაიგებოდა როგორც ცხოვრების ორთოდოქსია. აზროვნების ორთოდოქსია და რაღაცა სწავლებების თანამიმდევრობა. და ერესიც აღმოსავლეთი არა იმდენად სწავლების დარღვევა იყო, არა სწავლების დარღვევაც იყო თავის თავაცხადია. მაგრამ უფრო ღრმად მიდის ბერდიაევი და უფრო ღრმად ხედავს ეკლესიის აზროვნების ისტორიის აი ამ მონაკვეთს, რომ ერესი იმდენად სწავლების დარღვევა არ იყო, რამდენადაც ცხოვრების წესის, აზროვნების ფორმის დარღვევა, არამართებული სულიერი ცხოვრების შედეგია ერესი. იმიტომ რომ, როდესაც აზროვნებ არამართებულად, ცხოვრობ არამართებულად, არამართებული სულიერება გაქვს, არა გაქვს, ასე ვთქვათ, ის ნიშნული, რა ნიშნულიც გამოცხადების ჭეშმარიტებისკენ არის მიმართული, არამედ რაღაც ალტერნატიული ნიშნულები გაქვს, მონიშნული და აქეთკენა გაქვს გზა. ერთი და იგივე რამ შენ შეგიძლია ისე გაიგო, სრულიად არამართებული წარმოდგენით, განსხვავებით იმისაგან, რასაც გთავაზობს გამოცხადებითი ჭეშმარიტება. ეს მოვიდა ადამიანს. ევა გზაჯვარედინზე იღებს რაღაცა გადაწყვეტილებას. მოდის, მოაქვს ამბავი ადამიანთან. ადამიანს აქვს არჩეული თავის დროზე, არჩეული ღვთისნების დამორჩილება და სრულყოფილების გზისკენ სიარული. და მოდის ევა მასთან და ადამი კვლავ არის არჩევანის წინაშე. აი აქ რა უნდა ექნა ჯერ ადამიანს, მანამდე ევას და შემდგომში აი ამ არჩევანის მართებულად გაკეთება როგორ აისახა სხვა ბიბლიური პიროვნებებში ეს არჩევანი რაც ადამიანმა გააკეთა შემდგომში რა სახით გვხვდება უკვე სხვაგან. თუმცა ამაზე დაწვრილებით შემდეგ საუბრებში ვისაუბრებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოყოთ ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელიც მეერეც გაგვახსენებს თავს. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა. ოქროპირი ეფრემასური ამის შესახებ საუბრობენ. საეკლესიო ლიტერატურაში პირდაპირ გვაქვს მითითება, რომ ადამი
უჯერებს ცოლს და არ უჯერებს ღმერთს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია აქ. რომ აშკარად დედაკაცის თავაზობს რაღაცა ისეც, ას დედაკაც შეთავაზეს თავისთავად, მაგრამ დედაკაციც თავაზობს, როგორც პავლე მოციქულიებს. რაღაცა ისეც მამაკაცს. რომელიც ეს შეთავაზება ადამიანს უკვე ჰქონდა, ოღონდ ღმერთისგან. ღმერთისგან თავისთავად ცხადია. ახლა თავაზობს. ახლა თავაზობს ცოლი, ოღონდ სხვა კუთხით. ოღონდ სხვა კუთხით. ღმერთი ეუბნება, რომ ეს არ უნდა მიიღო და ამ შემთხვევაში ხარ შენ ბედნიერი და ცოლი ეუბნება, პირიქით ბედნიერი იქნები ეს რომ მიიღო. ანუ ადამიანი ამახვილებს ყურადღებას ბედნიერებაზე და არა იმ გზაზე, რომელიც გზასაც მოაქვს ბედნიერება. აი, ჩვენ გადაცემის დასაწყისში ღვაწლი ვახსენეთ. აი ეს არის ღვაწლი. ანუ ხელ გასაწვდომზე დაინახა ის მიზანი, რაზეც ღმერთი უთითებდა ცოტა სხვა გზით და გადაწყვიტა, რომ იოლად ესე ხელი გაეწვდინა, მიწვდომოდა, კი ბატონო. გაიოლებინა ამოცანა. ეს არის შეგვიძლია ესეთი ასეთია აღწერით ჩამოვაყალიბოთ. ასეა, სწორედ ეს შესთავაზდა დაცემულმა ძალამ, სწორედ. კიდევ ერთხელ მომო დაცემული ძალა არ თავაზობს ღმერთს დაუპირისპირდნენ. არა, არსი ეს არის თავისთავად ცხადია, მაგრამ წინა პლანზე ნახევარსიმართლე ამას გულისხმობს სწორედ, რომ საჩვენებლად სხვაა გამოტანილი, რომ ეს ყველაფერი მათ ღმერთს მიამსგავსებს, ღმერთებებით გახდებიან. სხვათა შორის, საეკლესიო ლიტერატურა აი ამ ადგილს კითხულობს სეპტუაგინტას თარგმანით, ძველ ქართულშიც ასეა შემოსული, სადაც გახდებით ღმერთებით, მრავლობით რიცხვშია ღმერთი მოყვანილი, განსხვავებით მასწორებული ტექსტისაგან, სადაც მხოლობითი რიცხვია, ქრისტიანული ლიტერატურა ყურადღებას სწორედ ამ მრავლობით რიცხვს აქცევს და ყურადღებას აქცევს იმას, რომ რაღაცა აზრით დოგმატური ჭეშმარიტებას კი შესთავაზა გველმა, ასე რა ქვია, დედაკაცს. როგორ უნდა მიმხვდარიყო? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ალბათ ჩვენს ცხოვრებაშიც რო გადმოვიტანოთ პარალელი. ჩვენც ძალიან ხშირად თითქოს ძალიან კარგ რაღაცას გვთავაზობენ. ცხოვრება გვთავაზობს, თქვათ, ფასეულობებია, თავისუფლება, სიყვარული, დღეს ძალიან ხშირად არის ჩანაცვლებული ცნებები და შინაარსი, სხვა შინაარსით. და ამ შემთხვევაში სთავაზობენ კარგ რაღაცას. რა არის ის, რაზე დაყრდნობითაც უნდა მიმხვდარიყო, რომ ეგ არ არის ღვთისგან შემოთავაზებული და თუმცა მიზანს იგივე ქვია, მაგრამ რეალურად იქ არ მიგიყვანს. ჩვენ ამ კითხვაზე ძალიან ფუნდამენტალურ და მნიშვნელოვან კითხვაზე უსრულყოფილესი პასუხი გვაქვს სახარებიდან. ვინც ჩემთან არ კრიბავს, ის განაბნავს. აი, განუმარტყდი იკრიბავს რას ნიშნავს. ვინც ჩემთან არ კრიბავს, ის განაბნავს. ანუ, სხვაგვარად რო ვთქვათ, ჩემი თუ არ ზომავ, შენ აუცილებლად შეცდები. ჩემით თუ არ მოღვაწეობ, უნაყოფო იქნება. ჩემით თუ არ იწყებ მოგზაურობას, ჩაგეშლება, ვერ იმოგზაურებ, მიზანს ვერ მიაღწევ. მაცხოვარი საოცარ ამას ამბობს. ჩვენთან ვინც არ კრიბავს და გაბნევა რას ნიშნავს? გაბნევა იმას ნიშნავს, რომ შეკრება დაწყებულია. ვერ შეკრიბავს, ანუ შეკრებას ვერ დაიწყებს, მაცხოვარი კი არ ამბობს. არა, შეკრება დაწყებულია. უბრალოდ გაებნევა, ვერ დაიტოვებს. უშედეგო იქნება, უნაყოფო იქნება. ამიტომ საზომი არის ღირებულებათა ის სისტემა, რომელიც შემოგთავაზა სოფლის მაცხოვარმა. როდესაც ვიღაცა თავაზობს სიყვარულს, რომ მეუბნება ეს არის სიყვარული. მე უკვე საზომი ის კი არა მაქვს, მე მომწონს თუ არა ის რაც თავაზობს. არა, ჩემი საზომი არის იესო ნაზარეველი, იესო ქრისტე. ეს რასაც თავაზობს და სიყვარულს არქმევს. შეესაბამება იმას, რასაც იესო ქრისტე სიყვარულს არქმევს. თუ არ შეესაბამება, მაშინ მატყუებს. მაშინ დამებნევა. ვერ შევკრიბა. უნაყოფო იქნება. ვთქვათ, რომ ეს არის შინაგანი განწყობა, რომელთაც უნდა იცნო, რომელთაც უნდა იგრძნო და ამას ჭირდება როგორც ნერგს დარგვა გულში და მე ამას მოფრთხილება და სწავლა როგორ უნდა იცნო. აი ეხლა უნებლიეთ მახსენდება როგორც ცნობს იოანე ნათლისმცემელი მასთან მისულ მაცხოვარს, რომელიც არ უნახავს თვალით. იორდანეში ნათლობის დროს მაცხოვარი მიდის, რამდენი ხალხია, მასთან მიმსვლელი და სულით გრძნობს. აი ალბათ ეს სულით გრძნობა ღვთისგან არის, ესა თუ ის შეპირება და ესა თუ ის მიზანი. თუ არ არის ღვთისაგან,
ალბათ აი მან იკრებს აი სულით გზნობა მოდის 8 წლის შემდგომ სწორედ. ეს არ არის რაღაცა ის, რომელიც ხო, ერთ დღეში ახლა ამას ეს ოკულტიზმი ადამიანი ვერ ხო, ეს შეიძლება ახლა ოკულტიზმის შეიძლება ვიღაცამ ვარსკვლავები შეხედოს, ყავა მოხრუპოს და იმ რაღაცა ვიწინასთან მეტყოლოს, ხო? ეს ოკულტიზმი უკვე. ამას აჭირდება არანაირი ღვაწლი და არანაირი ვნებებთან ბრძოლა. არა ნათლისმცემელზე როცა ამბობთ, არა მარტო ნათლისმცემელზე, მაგრამ ნათლისმცემელი მოიყვანეთ ახლა მაგალითად. თავის დავაცხადი. იქ არის კიდე რამდენიმე საინტერესო ელემენტი, მე მივვალთ ალბათ იქამდეც, ხო? უბრალოდ ჩვენ აი ახლა აი აქ მინდოდა აი ეს მე თქვა, ეს შემოგვეკრიბა, რომ გზაჯვარედინთან ადამი, რომელსაც გადალახავს, რადგან ღმერთისკენ აგზერა, ანუ აკეთებს იმასაც უნდა ხმებს, ის საზომი აქვს, რაც საზომის გამოცხადების ჭეშმარიტებაშია, ხოლო მეორე შემთხვევაში მიუხედავად იმისა, მიზანი არ შეცვლილა. ეუბნებიო რომ იქნებით როგორც ღმერთები ვიქნებით, მაგრამ მიზანი არ შეცვლილა, მაგრამ საზომი შეიცვალა. თუ დაარღვევთ ღვთის სიტყვას, თუ დაარღვევთ იქნებით როგორც ღმერთი. ხო, აი ღმერთობის იდეას იღებს, რატომ? იმიტომ რომ ანუ ეს იდეა არ არის მკვდარი. არა, ეს იდეა არ არის მკვდარი, ეს იდეა დღევანდელ დღემდე ახლა არ მინდა მე ძალიან გავართულო და ძალიან ხშირად საუბრობენ, ეს მოხშირებულია რაღაცა ანტიქრისტეზე, რაღაც სოფლის სასულზე ხშირად არ მეყვარს ხოლმე ამაზე მიმართვა. თუმცა არსებითად აპოსტასია ხასიათდება სწორედ უღმერთო რელიგიით. ძალიან საინტერესო მოვლენაა, რომელსაც ცალკე შეიძლება ვისაუბროთ. და ამდენად აი ჩვენ დღესაც გვაქვს ხოლმე ასეთი მდგომარეობა, როდესაც რაღაცა ნათელი იდეა შემოდა, რატომაც არა. მაგრამ მის უკან შვენივრად ჟღერს, მის უკან უღმერთოების დიდი უფსკრულია. იმ ნაყოფივით გამოიყურება. შვენიერი არის, კარგია, ხო, რატომაც არა, ლამაზია ყველაფერი, მნიშვნელოვანი, მაგრამ ღმერთი არა. თან ღმერთივით იქნება. ხო, მაგრამ ღმერთი არა. ანუ რაღაცა იგივე მიზანი, მაგრამ ასე ვთქვათ, შედეგზე იგივე ორიენტაცია, მაგრამ მიზანი შემოთავაზების აბსოლუტურად სხვა. ჩვენ ერთი რამე უნდა გვახსოვდეს, მანდრია, რომ სიუჟეტი, რომელიც ვითარდება სამოთხეში და სამოთხეშია ატრიალებულ ტრაგედიაზე მოგვითხრობს, ხო? ეს სიუჟეტი სადღაც იქ არ მოხდება, ყოველდღე ხდება. ყოველდღე ხდება, დღეს ჩვენთან აქ ამ ადგილას. შემდეგ გზაჯვარედინი, რომელსაც მიადგება ადამი. გვახსენებს იმ პირველ გზაჯვარედინს, სადაც ღმერთი ეკითხება ადამიანს სადახარ და ადამი ეუბნება, რომ შეეშინდა, რომ შეშველი იყო, სიტყვა შეშველი ბიბლიურ ენათმეტყველებაზე სისუსტეს ნიშნავს, შერცხვა თავისი სისუსტისა და დაიმალა. და ვინ გითხრა, რომ შენ სუსტი ხარ? ღმერთი ეკითხება, ვინ გითხრა, რომ შენ შეშველი ხარ? ანუ შენი სისუსტეში ასე რამ ჩაგახედა? შენი სისუსტე ხო ჩემი ძლიერებით, ანუ სული წმის ბადლით იყო აღსავსე. იმიტომ რომ შეშველი იყო ადამი და არ ცხონოდა, იმიტომ რომ უძდელი და უსერცხვილო იყო. არა, უბრალოდ ამ შიშიშვლის, ამ სისუსტის, რომელიც პოტენციაში ჰქონდა, მისი რეალიზება არ იყო დაწყებული, ის არ იყო ამოქმედებული. ის ჰქონდა პოტენციაში, მაგრამ ეს დაფარული იყო სული წმის ბადლით, ანუ საფრთხო ძლიერებით. ეს არის რომ ნათელი მოსავდა ადამიანს და შიშიშვლოს ვერ ხედავდა, სისუსტეს ვერ ხედავდა, მხოლოდ საფრთხო ძლიერებაშია და ამ ძლიერებაში სუფევს ის. და ვინ გითხრა შენ რომ სუსტი ხარ, ვინ გითხრა შენ რომ შიშველი ხარ? და აი კიდე გზაჯვარედინზე გაჩნდა. ადამი დგას ახლა გზაჯვარედინზე. ხომ უნდა უპასუხოს ღმერთს. ვინ უთხრა, საიდან გაიგო, საიდან მოიტანა ეს ყველა? ღმერთი უკონკრეტავს, ის დაყოფი ხო არ შეჭამე. ეუბნება რომ ყველაფერი ვიცი. რაღაცა გასაკეთებელი ახლა ადამიანისაგან. ის გზაჯვარედინია გასახსენებელი, აი ის უნდა დაბრუნდეს. ხო, ის შეუდგეს ახლა იმ გზაზე რომ გარდაუხვა, აი გზიდან უნდა მობრუნდეს. აი ეს მობრუნება არის სწორედ სინანული. აი ეს შემოტრიალება, შემობრუნება. მეტანოია, გამოცვლა. და ცხოვრებაში ძალიან ხშირად ხდება. თითოეულ ჩვენგანს ახსენდება, რომ გაჯიუტება დანაშაულში. ყოველდღე. როდესაც არ გინდა შემოbrunდე და დადგე სწორ გზაზე და ამპარტავნება იმისი, რომ შენ მართალი იყავი ყველა შენს გადაწყვეტილებაში. არ გაძლევს ამის საშუალებას. ხო, აი ნახე დაუკვირდეთ ამასაც და აი ამით შემოვკრიბოთ ჩვენი სათქმელი. ძალიან მნიშვნელოვანი რამე მინდა ვთქვა. რომ ამ გზაჯვარედინზე კიდევ ერთხელ დგას გზაჯვარედინზე, როდესაც ადამიანის შემწერ აღმოჩნდა და ღმერთი ამბობს არ ვარგა. ახლა რაღაცაზე არ ვარგა უნდა თქვას ადამიანს. ახლა ადამის ჯერი. და ადამიც ამბობს კონცხანაირად. შენმა მოცემულმა ცოლმა
იმ დროს როდესაც არ ვარგა სხვა რამეს ნიშნავდა თავის დროზე, ახლა ადამიანთან არ ვარგა სხვა რამეს ნიშნავს. თუ კი ადამი პირველ გზაჯვარედინთან ეძებს ვიღაცას, ეგოში არ იკეტება, ვიღაცისკენ უნდა იყოს, ვიღაცისთვის უნდა იყოს, ახლა არა, ადამი ეგოში იკეტება. ყველა დამნაშავეა მის გარდა. და უწინარესყოლისა, რომ ნათქვამი იყო რაზამს შეჭამთ ამ ნაყოფს სიკვდილით მოკვდებით, უწინარესყოლისა მისი ცოლი ახლა სიკვდილის ღირსი იმან დააშავა. იმან მოატყუა. არავინ არ აინტერესებს ადამიანს თავის გარდა. ამას განსაკუთრებულად აღნიშნავენ საეკლესიო ლიტერატურაში ძალიან მნიშვნელოვანია და რატო ვამბობ ამას. ხშირად ისმის ხოლმე კითხვა ეს სინანული ვახსენეთ, რომ შეენანებინა ადამიანს რა მოხდებოდა. აი ეს კითხვა არის არაკონტექსტუალური. და რატომ? ჩვენ ვიცით რომ ადამი აპოკრიფული ლიტერატურაა, მაგრამ ეს ეკლესიაში ეს გარდამოცემა მიღებულია. ეფრემასური ხშირად მიმართავს მას. რომ მთელი ცხოვრება სინანულში იყო. და ამ სინანულმა რატო ვერ შეძლო 64-ის ყავდაბრუნება? არა, ცოდვა მოიტანა საოლ შინელის ავადმყოფობას ნეულება, რომელიც ნეულებას თერაპიით ვეღარ იკურნება, ქირურგია ჭირდება.